იმიტომ ეს არასოდეს არ დამთავრდება. აი ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. თუ კითხვები გაქვთ, კი პასუხებ. თუ არა და წავალ ჩემს სახში. შეგიძლიათ კითხვები რა თუ შეიძლება არა გქონდეთ კითხვები, არაფერი პრობლემა არ არის. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ დიახ ხმამაღლა მითხარი, მამე მე მყვირი ვარ, იმიტომ ხმა აი ესე იკარგება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ თავისუფლებაზე და ანუ ზოგადად ეს ბედის წერის საკითხი, როდესაც ბიბლიაში ბევრი ის არის წარსწარმეტყველი ნაჩვენები და ანუ ბედის წერა ძალიან აქტუალური თემაა და მაინტერესებს თუ ჩვენ თავისუფლება ვირჩიოთ, ანუ შეგვიძლია გავაკეთოთ რაც ანუ როგორც გვინდა. ყველაფერი თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, მაშინ როგორ იცის ვიღაცა წლებით ჩვენ აქციაზე სამ ჩვენ მაგას შევასრულებთ, მას წარსწარმეტყველების ქრისტიანული სარწმუნოება ბედისწერას აბსოლუტურად გამორიცხავს. იმიტომ რომ სადაც არის ბედისწერა, იქ ცოცხალი ღმერთი არ არის. ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, რომ ადამიანი ღვთისხატი და მსგავსია და არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის არჩევანში. ოღონ არა იმაში, სად დაიბადება, ქალი იქნება, კაცი იქნება, ქართველი იქნება, სხვა ეროვნების წარმომადგენელი იქნება, ამაში რომელი მშობლების, რომელი გენეტიკური კოდის მატარებელი იქნება, ამაში ჩვენ თავისუფლები არ ვართ. მაგრამ სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანში ადამიანს აქვს სრული თავისუფლება. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა არის ორი პიროვნების ურთიერთობა. ამიტომ ადამიანის ბედი არ შეიძლება იყოს წინასწარ განსაზღვრული. ის ფაქტი, რომ როგორ არის, რომ შეიძლება ღმერთმა წინასწარ რაღაცები იცოდეს, თქვა და წინასწარმეტყველმა გაიგოს ეს მისი და ასე შემდეგ, აქ არის ერთი მომენტი. ღმერთმა, როცა იცის ადამიანის ხვალინდელი გადაწყვეტილების შესახებ, ღმერთის ეს ცოდნა თუნდაც განცხადებული, მაგრამ ღმერთის ეს ცოდნა ისევე არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ არჩევანს. აი თქვათ, ღმერთმა იცის, რომ აი ეს ადამიანი ხვალე ამას გააკეთებს. ეს ადამიანი ამას რო აკეთებს, იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ღმერთმა იცის. პირიქით, ეს რო ამას გააკეთებს, იმიტომ იცის ღმერთმა. ეხლა კითხვა შედება, საიდან იცის, ეს ხო ჯერ არ მომხდარა, ხო? ძალიან მარტივია, მე არ ვიცი ფიზიკას რამდენად როგორ სწავლობთ. ფიზიკაში ცნობილია, რომ ეს სამყარო არსებობს დროისა და სივრცის კატეგორიებით. სხვანაირად არ არსებობს. სამყარო შექმნილია ღმერთის მიერ. თეოლოგია კიდე ესე ამბობს. და თვითონ ღმერთი არ არის ეს სამყარო. ანუ ღმერთი არ არის მატერია. მატერიაში არ გულისხმობ მარტო იმას, რასაც ხედავ, მთელი სამყარო. არ ჩვენ დედამიწას, მთლიანად მთელი სამყარო. ღმერთი არ არის მატერია. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არ არის არც მასა, არც მატერიალური ენერგია, არც დრო და არც სივრცე. ასე ამბობენ ხოლმე, ღმერთი დროისა და სივრცის მიღმა. ანუ ეს ჩვენთან არის გუშინ, დღეს და ხვალ. ღმერთთან გუშინ, დღეს და ხვალ არ არსებობს. ეს ჩვენთან არის აქედან იქამდე. ღმერთთან აქედან იქამდე არ არსებობს, იმიტომ რომ აქედან იქამდე გუშინ, დღეს და ხვალ არის მატერიის არსებობის ფორმა და ღმერთი არ არის მატერია. ამიტომ ის რაც შენთვის არის დღეს და არის ხვალ, ღმერთის არის მუდმივი მარადიული აწმყო. ძალიან ძნელია ამის ლოგიკით გაგება, იმიტომ რომ ჩვენი ლოგიკა მორგებულია მატერიალურ სამყაროზე. ჩვენი ლოგიკა არ არის მორგებული უდრო და უსივრცო სამყაროზე. ანუ არა ღმერთის ბუნებაზე მორგებული არ არის. მეცაც გეტყვი, არათუ ჩვენი ლოგიკა არ არის მოგებული, აი მაგალითად, არსებობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. ეინშტაინის თეორია, ფარდობითების თეორია, რასაც ქვია და ასე შემდეგ. აქ არსებობს ნიუტონის კანონი. მაგრამ მიკრო სამყაროში, ელემენტარული ნაწილაკების სამყაროში და მაკრო სამყაროში, აი გალაქტიკები და იქ ეს ნიუტონის კანონი აღარ მუშაობს. ნიუტონის კანონი ლოგიკურიც არის, მაგრამ ამ სამყაროში იქით აღარ მუშაობს. ანუ ფიზიკური კანონებიც კი აღარ მუშაობს. თვით მატერიაშიც კი, როცა მიკრო და მაკრო სამყაროში გავდივარ და წარმოგიდგენიათ იქ სადაც არც სივრცეა და არც დრო. ჩვენი ლოგიკა როგორ იმუშავებს. ესეთი სიმბოლური შედარება მოყავთ ხოლმე. აი წარმოგიდგენთ, ფანჯარასთან ვზივარ მე და იქ ორი ბავშვი თამაშობს.
მე მიჭირავს რვეული და წერ. ამ ბავშვმა გააკეთა ეს, ამან გააკეთა ეს, ამან გააკეთა ეს, ამან გააკეთა ეს. ანუ იქ რაც ხდება, მე ამას აღვწე. შენ ხო არ შეგიძლია თქვა, რომ რადგან მე ვწერ, იმიტომ აკეთებენ. ხო იტყვი, რომ რადგან ისინი აკეთებენ, იმიტომ ვწერ. აი დაახლოებით ესე ხედავს ღმერთი ჩვენს ხვალინდელ საქმეს. და კიდევ ერთი ნიუანსი. ბედისწერა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი განსაზღვრულია და უბრალოდ ბედისწერის საფუძველი იცით რა არის? თავისუფლების არარსებობა. მატერიალისტები ვინც არიან, აი სრული, ოღონდ ნამდვილი მატერიალისტები. ცნობილი დიდი მატერიალისტების მისიონერები არსებობენ სამყაროში, რომლებიც ქადაგებენ, რომ ღმერთი არ არის. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თავისუფლება არ არსებობს, იმიტომ რომ რადგან ღმერთი არ არის, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზე გადამბულია და ღმერთი არ შეიძლება იყოს. პრობლემა ბედისწერისა სწორედ მანდ არის, რომ თავისუფლებას უარყოფენ ისინი და თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ჩემში ის არჩევანი, მთავარი არჩევანი, სიკეთესა და ბოროტებაში ის ორიენტირი არ ემორჩილება ამ ქვეყნიურ კანონებს. ამას წმინდა წერილი პირდაპირ აი პავლე მოციქული ესე ამბობს, რომ ჩვენ ზეცის მოქალაქეები ვართ. აი ეს არის საკმაოდ თეოლოგიური, ძალიან ღრმა თეოლოგიური და ფილოსოფიური საკითხი. აი ყველაზე მარტივად რაც შემეძლო გითხრა, მე თქვა გითხარით. ანუ ბედისწერა არ არსებობს, არსებობს თავისუფლება, ღმერთის სამყაროს მიღმიერია, დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომ მისი ცოდნა ჩემი ხვალინდელი დღის შესახებ მე არ მზღუდავს, უბრალოდ იმანიც ის, იმიტომ რომ მე გავაკეთებ. მან მომცა თავისუფლება და ამ თავისუფლებას თვითონაც არ ეხება. იცით რა საოცრებაა ქრისტიანობა მეუბნება, რომ ოდნავათაც არ ბოჭავს ჩემს თავისუფლებას. სრულ თავისუფლებას მანიჭავს, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანს წაართმევ თავისუფლებას, ის კარგავს ადამიანურ სახეს. თუ გაქვთ კითხვა რამე და არა, მე მგონი თქვენ ხარ გერიდებათ ჩემი. ხო ხედავთ რომ არ ვიკვინები. იცით ისეთ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომ საკმაოდ ინფორმაციულად დაიტვირთენ ესენი და ალბათ საფიქრელი ყველამ შეიძლება არ იფიქროს, მე გამიხარდება ყველამ, მაგრამ ზოგიერთი მაინც სწავლა და ხვალზე და საერთოდ იფიქრებს სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, მარადილ სიცოცხლეზე, ღმერთის რაობაზე. თავარი ის არის, რომ ადამიანი თვითონ როცა იწყებს ძიებას თორე, ვიღაცის დაკრულზე უკაცრავად რო იცეკვებ და ასე გეუნებიან ისია და ისე გეუნებიან ასია, ეს თქვენ უნდა ადამიანი ეს არის იდეადე ადამიანის. ასე რომ იფიქრეთ. მე ძალიან გამიხარდება. და მაშინ ჩავთვლილო ტყილა არ მილაპარაკე. კარგით ბავშვებო. ქრისტემ დაგლოცოთ და აღდგომის დღესასწაული მოდეს და ეს აღდგომის დღესასწაული სიცოცხლის გამარჯვებაა, ხელშესახები გამარჯვებაა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაიხარ. კითხვა გააქვს? ეხლა ხომ არის აღდგომა და ესეთი სასწაული რომ ცეცხლი გამოდის, ხო? და ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუნდაც ცეცხლი არ გამოდის, ამ შემთხვევაში რა ხდება? მე ისე გავხდი გორწმული, რომ ცეცხლის გადმოსვლის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. ჩემი რწმენა საერთოდ არ არის დამოკიდებული მაგ სასწაულს. ცეცხლი გადმოვა თუ არ გადმოვა, ჩემ რწმენას ეს არანაირად არ ეხება. მე კი არ უარყოფ, რომ გადმოდის თუ არ გადმოდის. შეიძლება გადმოდის. და რა არის ამ ღმერთისთვის რა არის პრობლემა? ჩემთვის სასწაული უფრო სხვა რამეა, მე გეტყვით რა. როდესაც მე მიგძვნია, რომ ღმერთი ჩემში შემოდის და მასწავლის. მთელ რიგ საკითხებს, რომელსაც ვერცად ვერ წავიკითხავ. და ეს ხდება პერიოდულად. როცა ღმერთს მე ვგზნობ როგორც ცოცხალ არსებას ჩემში. აი სასწაული ეს არის თორე. ცეცხლის გადმოსვლა რა პრობლემა. ჩემთვის სასწაული იცით რა არის? როცა მინახავს ადამიანი, რომელსაც ქრისტიანობის გაგება არ უნდა საერთოდ, გაგონება არ უნდა საერთოდ. და ცხოვრობს როგორი ცხოვრებით, იცი რომ აი რა ნადირსაც რო შეშურდება. და უცებ რომ მინახავს ეს ადამიანი როგორ მოტრიალებულა და თვალები, ესე იგი ავაზაკის თვალებით და მგლის თვალებით და პირდაპირ მithქვას ხომ ეს ადამიანი მგლის თვალებით იყურება. და რომ გასულა დრო და ეს ადამიანი მორწმუნე გამხდარა და მისი თვალებიდან პატარა ბეკეკო რო იცქირება, საყვარელი, საოცარი, თბილი, ტკბილი. აი ეს არის ჩემთვის დიდი სასწაული, იმიტომ რომ ადამიანის ცვლილებაზე უფრო დიდი სასწაული არ არსებობს. იმიტომ რომ ადამიანის ცვლილებას იცით რა ეწინააღმდეგება? ამ ადამიანის თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი და
სესხლის გადმოსვას რა უნდა კაცო? რა პრობლემაა? ის მოხდება, არ მოხდება. ეგ არის ერთ-ერთი აი რაც ახლა შენ თქვი შვილო, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქრისტიანობაში. როცა ქრისტიანობის დაყვანა უნდათ გარეგან სასწაულებზე და ამის გამო მკითხაობენ, ეს თუ მოხდება, ასე იქნება, ის თუ მოხდება, ისე იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სესხლი მე მჯერა რომ გადმოდის, კი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მე რომ მორწმუნე გავხდი, მე მაშინ ამის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი. დავასრულეთ. აბა რაც მეორე მოსვლა. სიხარული და ბედნიერება. იმიტომ რომ ვისაც მთელი ცხოვრება ველაპარაკებით, ის მოდის ჩვენთან. სახარებაში, ახალ აღთქმის წიგნებში. ახალი აღთქმა საერთოდ ბიბლია ასე მთავრდება. მალე მოდი რა უფალ. და ეს რო თქვი, იმ წამსვე რა თქმა უნდა იფიქრებთ, რომ ესე იგი როგორ დამახინჯებულად არის გავრცელებული ეს ტერმინი, ხო? მეორედ მოსვლა აღქმული არის რაღაც უბედურება. სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. სამყაროში ყველაზე დიდი ბედნიერება. ერთხელ მოხდა ის, რომ ღმერთი მოვიდა ჩვენთან და მეორე დიდი ბედნიერება იქნება, როცა ის კიდე მოვა ჩვენთან. ამაზე დიდი ბედნიერება როგორ შეიძლება იყოს? ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. და ქრისტიანები ყოველთვის ეს ამ განწყობით არიან. მალე მოდი რა, მალე. ბატონო ანტიქრისტეს გამეფება რთული, ანტიქრისტეს მეფობა რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ანტიქრისტეს ზოგს წარმოდგენილი აქვს როგორც რქებიანი არსება. ის პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიური მოღვაწე იქნება, პოლიტიკური და რელიგიური. რომლის თავარი დოქტრინა, ფილოსოფიური და პოლიტიკური დოქტრინა იქნება ისეთი, რომელიც უცხო არ არის სამყაროსთვის. აი მე წეგან გითხარით, რომ ბოლშევიკურ რუსეთში, რომლის ნაწილი ჩვენ ვიყავით, რწმენას დასინოდნენ უბრალოდ მორწმუნე ადამიანს. არ ითვლებოდა კარგ ტონად, თორსა მორწმუნე იყავით. დაახლოებით რაღაც ესეთი იქნება. იყო დევნა ამის გამო, დაახლოებით ეგეთი რაღაცა იქნება. აი დღე იყო კიდე რა იყო საბჭოთა კავშირში? რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეროვნების ხარ? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს? თავარი ადამიანია, მაგრამ ოღონ რა კუთხით რა მნიშვნელობა აქვს, იცი? აი როდესაც თქვა სხვადასხვა ეროვნების ადამიანია, თავარი არის აქ ადამიანობა. ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ რა მნიშვნელობა აქვს და ქართველობა გაქრეს და ჩვენ დავრჩეთ. ამას უკვე აქვს მნიშვნელობა. როცა თქვა აი მე და რუსი ვარ, თქვა, ხო? რა მნიშვნელობა აქვს? ღვთისმცემლობაში ორივე თანაბარი ვართ. მაგრამ თუ რუსი მეტყვის, რომ იცი რა, შენ გარუსტი ბოდიში, ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? რა მნიშვნელობა? კი, რა მნიშვნელობა აქვს? ღვთისშვილები ვარ. შენ მე ქართველი, შენ რუსი, ის ფრანგი, ის არაბი, ის ირანელი, ის ამერიკელი, რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, მაგრამ როცა რომელიმე მეტყვის, რომ თუ რა მნიშვნელობა აქვს, მაშინ თქვენ გაქრით, ფიზიკურად კი არა. თქვენი ეროვნება გაქრეს და მარტო ჩვენი ეროვნება იყოს უკვე ბოდიში. ანუ აი ეგეთი რაღაცა იქნება მაშინ. ნიჰილიზმი, სრული ნიჰილიზმი, ეროვნულ ღირებულებების მიმართულებით, ზნეობის მიმართულებით და სარწმუნოებრივი მიმართულებით. ეს არის ანტიქრისტე. რატომ არის საშიში? იმიტომ რომ ისეთი ფორმით იქნება ეს მოწოდებული, რომ არ იქნება კომფორტული, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, არ იქნება კომფორტული, რომ გიყვარდეს სამშობლო. არ იქნება კომფორტული, რომ იყო ქრისტიანი. მეც ეს გეტყვი, არ იქნება კომფორტული, რომ შეიძლება იყოს ზნეობრივად გაწონასწორებული ადამიანი. პირიქით, რაც უფრო არეული იქნები და რაც უფრო ესე იგი კოსმოპოლიტი და რაც უფრო საკუთარი სარწმუნოებისადმი და საკუთარი წინაპრებისადმი და საკუთარი ენისადმი ესე იგი აგდებული დამოკიდებულება გექნება, უფრო კომფორტული იქნება. აი ეს არის და კომფორტული, უბრალოდ კომფორტული კი არა. თუ შენ არ იქნები იმ იდეოლოგიურ სტრუქტურაში ჩასმული, შენი ნებით იქნები შევიწროებული, სამსახურს ვერ იშოვისი, დაცვის ობიექტი იქნები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოში ბედნიერება რა იქნება? მეორე მოსვლა არა, ეგ ანტიქრისტეს პერიოდია. მეორე მოსვლა არის ქრისტეს მოსვლა ჩვენთან, ადამიანის სამყაროში. ანუ სხვათა შორის ქრისტეს მოსვლა სამყაროში
პირობითი ცნება, იმიტომ რომ ქრისტე ეხლაც აქ არის. თვითონ ამბობს სახარებაში წერია, რომ მე თქვენთან ვიქნები. მე წეგან უთხარი, რომ ყველაზე დიდი სასწაული ისა, როცა ადამიანი ჩვენ თეორიულად ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ სარწმუნოებაზე. არაფერს ნიშნავს ეს, თუ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი ღვთის ძიებაში და მას საკუთარ გულში არ შეხვდა. აი მაგალითად, გასაგები იყო, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ სიყვარულზე, როცა ბიჭუნას და გოგონას ერთმანეთი უყვართ. მაგრამ ეს საუბარი იქნება ცარიელი ლაპარაკი და თეორია და არაფრის მომცემი, სანამ რომელიღაცა ბიჭუნა, რომელიღაცა გოგონა ერთმანეთს არ შეიყვარებენ და ამ სიყვარულს გულში არ იგრძნობენ. აი ესე. სხვანაირად, ანუ სიყვარული თუ რეალურად გულმა არ განიცადა კონკრეტული ადამიანისადმი. სიყვარულზე საუბარი, რაც უნდა რომანები იკითხო და ლექსები იკითხო, თეორია დარჩება. ასებია ღვთისმეტყველებაში, რაც უნდა ილაპარაკო უფალთან შეხვედრაზე, არაფრის მომცემი არ არის, სანამ მას შენს გულში არ შეხვდები და შენს გულში რო ქრისტეს შეხვდები, შენთვის მეორედ მოსვლა მართლა სანატრელი ხდება, იმიტომ რომ აი პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ აქ რაღაც დაბინდულ მინაში ვხედავთ. და როცა მის წინაშე წარვსგებით, თლიანად სრულად ვიხილავთ, როგორია ის. და მთელი არსებით აქეთკენ ისწრაფოდა პავლე მოციქული. ეს არის ქრისტიანის ცხოვრების კრედო, შეიძლება ასე ითქვას. და კიდევ ერთი ნიუანსი, რომ თუ ადამიანი მართლა ესე ცხოვრობს, როგორც ახლა მე ვამბობდი, მას გამოაქვს ნაყოფი. რა ნაყოფია ახლა ეს? ეს ადამიანი ემსგავსება ქრისტეს და სამყაროს ყურებას იწყებს ქრისტეს თვალებით. მეგობარს, თავის მეუღლეს, შვილებს, მასწავლებლებს, ბავშვებს, ყველა ადამიანს უყურებს ქრისტეს თვალებით. ხა თუ კითხვა გაჩნდა, რას ნიშნავს ეს, მაშინ უნდა კარგად ვიცოდეთ წმინდა წერილი, სახარება. და იქ დავინახავთ, რას ნიშნავს ქრისტეს თვალებით ყურება. ეს არის აბსოლუტური სიყვარული. ადამიანი აქეთკენ ვითარდება. როცა სწორად ცხოვრობს, სულიერი თვალსაზრისით. და თუ სულიერი თვალსაზრისით სწორად არ ცხოვრობს, ადამიანში ვითარდება ფანატიზმი და ფარისევლური სული. შეიძლება იყოს რელიგიური, მაგრამ ფანატიკოსი და ფარისეველი. ესეც შეიძლება. მორჩა? კარგით, ბავშვი. დიდი მადლობა, რომ ესე ვიჯექით და საინტერესო თემებზე ერთად ვისაუბრეთ. თუმცა ეს უფრო მონოლოგი იყო, თქვენ ნაკლებად ჩაერთვეთ, მაგრამ თუ მომავალში სურვილი გაჩნდება, რომ კიდევ ვისაუბროთ, ოღონ თქვენი უფრო მეტი აქტიურობით მე მზად. ძალიან დიდი მადლობა აი ეს სახელი ვიუცემ ხალხის უფლებას, რომ მოსწავლეებს მიეცით საფიქრელი გასვლა, ძალიან სერიოზული მგონი. მე მესმის, რომ შედარებით პატარები არიან მსგავს თემებზე საუბრისთვის ალბათ, მაგრამ დიდები ადამიანები არიან და მე დიახ და მე მინდა რომ მადლობა გითხრათ მათ სახელით და ძალიან გიხარია თქვენი არყოფნა. გაიხარეთ. ჩვენ და დიდი მადლობა ჯობისათვის და მოწვევისათვის. გაიხარეთ. ნახო.